ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებები და განჩინებების აღსრულება. ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილეს უსმენენ. სხდომაზე სიტყვიერ დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი. ანა ბერძენიშვილი მოგვიყვება სხდომის დეტალებს. საქართველოს პარლამენტში წელს მიათეთ წარდგა იუსტიციის სამინისტრო ბექა ძამაშულმა დეტალურად გააცნო საზოგადოებას ინფორმაცია. მან ისაუბრა სტატისტიკასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიმართვიანობა 93%-ით არის შემცირებული, დაფიქსირებული არის 291 დარღვევა და აღსანიშნავია ის, რომ ამ დარღვევებიდან 253 სწორედ 2011 წლამდე ფიქსირდება. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ძალადობის. ერთობლივი კომიტეტის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეპუტატებმა თქვეს, რომ საქართველომ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, მათ შორის საუბარი არის რუსეთის წინააღმდეგ მოგებულ დავებზე. საბოლოო ჯამში კი სტატისტიკა, რომელიც დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ წარადგინა, ევროპულ სასამართლოებში მიმართვიანობის თვალსაზრისით საქართველო უსწრებს მსოფლიოში 29 ქვეყანას, საიდანაც 19 ევროკავშირის წევრია. 2011 წელს 3000-ზე მეტი საჩივარი განიხილებოდა საქართველოს წინააღმდეგ და დღეს ეს მაჩვენებელი არის მხოლოდ 225. ანუ 93%-იანი კლება. მას შემდეგ რაც საქართველო გახდა მივერთა ევროპულ კონვენციას და ევროპული სასამართლო იღებს გადაწყვეტილებებს, სულ ჯამში 291 საქმეზე არის დარღვევა დადგენილი. დარღვევების 84% მოდის 2012 წლამდე არსებულ პერიოდზე. რაც შეეხება უკვე აღსრულებულ საქმეებს, 127 საქმე არის აღსრულებული და ამ კუთხითაც საინტერესო არის, რომ 86% აღსრულებული საქმეების არის ასევე 2013 წლიდან მოყოლებული. აი ეს 84% რაც აღნიშნე, ძირითადი დატვირთვა მოდიოდა პენტენციურ სისტემაზე. 100-მდე საქმე, 100-მდე დარღვევა შეეხებოდა პენტენციურ სისტემას, რომელიც შეეხებოდა როგორც იქ მკვლელობას, გარდაცვალებას, წამებას, არაადამიანურ მოპყრობას. ზოგადად ქვეყანაში რომ წამება აღარ არის სისტემური პრობლემა, ეს ჯერ კიდევ 2015 წლიდან ხაზგასმით აღნიშნა წამების საკითხებში გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ხუან მენდესმა. შემდეგ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ჩვენ გვყავდა ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის და გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის 4 დელეგაცია, რომელმაც შეამოწმა მთლიანად დახურული ტიპის დაწესებულებებში ადამიანის უფლების მდგომარეობა და ყველა მათ ანგარიში აღნიშნული არის, რომ პენტენციური სისტემის თანამშრომლების მხრიდან პატიმრებზე ძალადობის ერთი შემთხვევაც კი არ დაფიქსირებულა. ის რაც საქართველოს ჰქონდა მიმდინარე საქმეები გასულ წელს 2025 წელს, ამ მაჩვენებლით საქართველო უსწრებს ევროპის 29 სახელმწიფოს და ამ 29 სახელმწიფოდან 19 არის ევროკავშირის წევრი. ჭირისუფალ ადამიანებს ეუბნებოდნენ, რომ ჩაგიცხრილი სრულიად უდანაშაულო შვილი, თქვენ გაქვთ უფლება საკუთარ დედას და მამას, რომ 12 საათის შემდეგ გახვიდეთ საფლავზე საკუთარი შვილის და ჩუმად იგლოვოთ. აი ამ რეჟიმთან ქონდა საუბარი და ეს მარტო სტატისტიკა არ არის. ეგრეთ წოდებული ციხის პუნქტი, როგორც მაშინ ერქვა საქმე, აქ საუბარი იყო საკანში პირდაპირ ჩაცხრილული იქნა, რომლის შედეგადაც გარდაიცვალა 7 პატიმარი და დაზიანებები მიიღო 22-მა. ეს საქმე არის დარღვევა პირდაპირ დადგენილი და შეფასებული ევროპული სასამართლოს მიერ. ვაზაგაშვილი და შანავას საქმე, ეგრეთ წოდებული კორტების ოპერაციის საქმე, როდესაც ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი იქნა ჩაცხრილული პირდაპირ მანქანაში. ევროპული სასამართლოს შეფასება არის, რომ 60 საათზე მეტი ტყვია იყო ნასროლი მაშინ ამ ახალგაზრდების მიმართ. ოჩიგავას საქმე, ევროპულმა სასამართლომ ამ კუთხით შეაფასა მთლიანად პენტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობა და გამოიყენა ტერმინი, რომ ეს იყო სისტემური და სისტემატური. მე ხომ მივიღე და ამიტომ თქვენი ფრაქციის თავმჯდომარის 1 აპრილს გაეგზავნა ეს ანგარიში. რა აქვს შეფასებული უგულავას საქმეში სტრასბურგის სასამართლოს
სასამართლო სისტემასთან ზოგადად დაკავშირებით. რადგან დაობდა უგულავა იყო, მათ შორის მოყვანილი იყო მოსამართლის გამწესების პროცედურა, რამდენად შესაბამისობაში იყო ევროპულ სტანდარტებთან. შეაფასა მთლიანად ბოლო 2012 წლიდან მოყოლებული რეფორმები, აქ აღნიშნული ამ გადაწყვეტილებაში პირველ რიგში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დეპოლიტიზაციით დაწყებული, რომ მაშინ პოლიტიკოსები იყვნენ უმრავლესობაში და ისინი იღებდნენ გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და დღეს უმრავლესობა აქვთ მოსამართლე წევრებს. აქ მოყვანილი არის მოსამართლის უადოდ გამწესება, რომელიც არის მოსამართლის დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის გარანტია. ის ადამიანების ნამდვილად ვინც იძულვილი ენის პოპულარიზაციას და ტირაჟირებას ახდენენ, ისინი პირველ რიგში მტრობენ სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას. რამდენად პრეცედენტული იყო ეს გადაწყვეტილება. კონკრეტულად ამ საქმეში საიას ჰქონდა მცდელობა, რომელიც წარმოადგენდა მომჩივანს. ევროპულმა სასამართლომ აი ამ არამხოლოდ ამ ორ ნაწილზე გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია, საქართველოს მთავრობის პოზიცია და აღნიშნა, რომ პირველ რიგში საჯარო მოხელერო დაიცვას ასეთი თავდასხმებიდან, ეს არამხოლოდ უფლება, არამედ გარკვეულწილად ვალდებულებაც არის სახელმწიფოსი. დაეთანხმა ჩვენს პოზიციას იმ კუთხით, რომ აქ მკაცრი რეგულაციების დაწესება აუცილებელია, მათ შორის ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხითაც. ეს არის მაგალითი იმისა, როცა ფაქტებზე საუბრობ და სტრასბურგის სასამართლო ფაქტებზე საუბრობს, ფაქტი მაინც ჯიუტია და დასტურდება, რომ ის პოლიტიკური ანგაჟირებიდან გამომდინარე შეფასებები, რომელიც ქვეყნაში კეთდება თუ ქვეყნის გარეთ კეთდება ხოლმე სხვადასხვა ანგარიშებით თუ განცხადებებით, არის აბსოლუტური დეზინფორმაცია და ტყუილი. დღეს კომიტეტის სხდომაზე ასევე მოусმინეს ანგარიშს, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ გადაწყვეტილებებს ეხებოდა აღსრულების მიმართებით. გაერთიანებული კომიტეტი კი უკვე დასრულდა.